კარგია, რომ ასე ვთქვი, წერტილოვანი ახსნები გაკეთდა მართლა ნერვიულობისათვის. და ახლა ვინერვიულობ საქართველოზე, მე მგონი რა. ხო, საქართველოს ანერვიულო გვაქვს მართლა. ხო, რაც ძალიან ისეთი ძალიან ცუდად ესე იგი ცუდი ამბავია, მიუხედავად ქონდა სალომე ზურაბაშვილის შეხვედრები დიასპორასთან. თქვა ძალიან ცუდი რაღაცეები, ну ჯერ თქვა რომ ესე იგი რომ გეგმა არ აქვს. თქვა რომ გეგმა მათთვის გეგმა არ არსებობს. ესე იგი თქვა რომ ისევ გაიმეორა ის რომ ესე იგი საქართველოს ის არის ესე იგი ჯარი არ ჭირდება და რაღაცა და თავის დარს მაინც ვერასდროს მოერევა. მოკლედ ილაპარაკა ყველანაირად ის და ხო თქვა ისევ რომ სააკაშვილი არ გამოუშვა, იმიტომ რომ ივანიშვილი მაინც არ გაუშვებდა და მოკლედ აი ესეთ რაღაცები ილაპარაკა, მთლიანად ისეთი რა კატასტროფა ესე იგი სრული. და რაც ისევ თქვა ის არა, ისევ თქვა უკვე ესე იგი ჩვენთვის რაღაც ინდიკატორად ხსეული ფრაზა რომ ის წინააღმდეგია სანქციების. იმიტომ რომ ბიზნესმენები ქმნიან სამუშაო ადგილებს. აი ეს არის ყველაფერი რა. ეს ეხლა კაცო ის ნერვიულობ გამიმეთ ამერიკის რა ეს იმედები მაზე მორჩა. ხო, ანუ ეს რაც ნიშნავს რომ ესე იგი ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს პარტნიორი ვისაც დაელაპარაკება. იმიტომ რომ მათი ფაქტობრივად ეგრე გამოვიდა ხო. ეს არის ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ვითომ შეეცადა ამ ადგილის დაკავება და ჯობია ცარიელი იყოს ვიდრე ვითომ ესე რა გამოდის რომ სანქციები არის ამერიკის იარაღი, ხო? ამ დროს გამოდის და ვინც არის რაღაცა დე ფაქტო თუ დე იურე თუ როგორც არის ოპოზიციის ესეთ მნიშვნელოვანი ლიდერი და ხარდაჭერილი ლიდერი იძახის რომ სანქციები არ გვინდა. აბა რა გვინდა? რა უნდა მოხდეს? სანქციები არ გვინდა. ხო, ჯერტი რაიმდენი სამუშაო ადგილი აქვს ჩვენთან ამ ბიზნესმენებს, რომელთაც ესე იგი ძირითადი შემოსავალი მე როგორც ვიცი არის ისა რა, ესე იგი გადაზიდვები და ფინანსური ოპერაციები. აი რაიმდენის აქვს, ხო, რაიმდენი სამუშაო ადგილი შექმნა. ეს დიდი ტყუილია რა. აი ძალიან სამწუხაროა რომ ოპოზიციური პარტია ოპოზიციის ლიდერები, როგორც არის ხაზარაძე, როგორც არის ზურაბიშვილი, დადიან აქ თემსოფლიოში და ეძახიან რომ სანქციები არა. რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატები მაინც იმას იცავს, თავის გზაზე მაინც წავა, იმიტომ რომ საქართველოს ინდოეთის შემთხვევაშიც კი სადაც ესე იგი ცდილობს ესე იგი ტრამპი გადაიტანოს ესე იგი ძირითადი ჩინური ქარხნები და წარმოების ადგილები, ინდოეთიდანაც კი საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილია, იმიტომ რომ ის იქიდან ადვილად მიიღწევა საქართველოს და კარგია მაინც ესე იგი ეს მნიშვნელოვანი არის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, რომელიც დიდი ნაწილი საქართველოს დიდი ნაწილი კი არა, ну თვალჭატრ რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთი ეს არის თითქმის ესე იგი მთელი უკავია საქართველოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ესე იგი ეს არავინ ესე იგი მას არის ამას არ დათოს, მაგრამ აი ოპოზიციის სულელური იმისი წინააღმდეგობის გამო აი ეს წინააღმდეგობის გამო კი არა პოზიციის გამო, რომელიც არის სულად გაუგებარი და სულად აუხსნელი, იმიტომ რაც ლაპარაკობენ, რაც დადიან საერთოდ რაც აკეთებენ, ჩვენაც სტაგნაციაში ფაქტობრივად და ის ფაქტობრივად ახლა გამოდის რომ ოპოზიცია წევა თვითსაბოტაჟს. ახლა გუშინ რაღაცა სოციალური დემოკრატიის, ანუ სოციალისტების პარტია ჩამოყალიბდა, ეს საერთოდ უბედურება. საერთოდ თალკე უბედურება. ესე იგი ადამიანები, რომელიც ისევ ხოცები იყვნენ და რომელიც ხოცებს უჭერდნენ ფას, ისევ მათ შექმნეს რაღაცა, ну ვიღაცები არიან ალბათ, მისულებიც ეს არის, მაგრამ ესე მოხდა ესა რა. და საბოლოო ჯამში ესე იგი მოთხოვნების სიმწირე, ხო, დადის ეს ხალხი და ეს არის ყვირის, რომ ესე იგი ისქნა ცეცხლი ოლიგარქიას და ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები თუ გინდა ეს ამით შენ თუ მთავრობას ეუბნები ახალი არჩევნები ჩატარა, ამით ხო ლეგიტიმაციას აძლევ ამ მთავრობას. შეულებრივად რა. ანუ შენ თუ გინდა ახალი არჩევნები, უნდა უთხრა მთავრობას რომ გადადექი და მოვალეობის შემსრულებლებმა ჩაატარონ ახალი არჩევნები. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური აქტი, როდესაც მოვალეობის შემსრულებელია მთავრობის თავმჯდომარეც ეს ხოს თავმჯდომარე ეს ყველანი, ხო? მათ ნაკლები ძალაუფლება აქვს. მათ ხარებაც ისე აღარ დაემორჩილება, როგორც აქამდე ემორჩილებდნენ. ხარება ეს კოლექტიური ის რა თქმა უნდა. ხო და ესეც ახლა ისინი ეს მთელი პროტესტები ისევ და ისევ თან მით უმეტეს ამ ფონზე როცა ესე იგი სალომე ზურაბიშვილი გამოდის და მიუნხენში ეუბნება იმ დიასპორას რომ აღარ მინდა ესე იგი არ არის სანქციები საჭირო და პლუს იმ ჯარი არ ჭირდება და რაღაცები არ საქართველოს არ ჭირდება ეს არის თვითსაბოტაჟი შეწევენ აბსოლუტურად და ამ შემთხვევაში ხო გასაგებია ხო ვის თამაშობენ ხო ეს ფაქტია ხო თუ ადამიანი გამოდის და ამბობს რომ ქართულ ბიზნესმენებს ესე იგი არ დაასანქციოთ ქართულ ბიზნესმენებს იმიტომ რომ სამუშაო ადგილებს ქმნიან ის ავტომატურად თამაშობს რუსეთის თამაშს რა რუსეთს ავტომატურად იმიტომ რომ აი იცი რა ცოტა რა არის იცი ამისი ახსნა საერთოდ რატო ხდება საჭირო რა მაგრამ ნუ ეთქვა ხდება ესეთი მარტივი რაღაცების გადაწყიალება ხდება რომ ესეც ასახსნელია რა ხო აი აბა რა უნდა ქნა იმიტომ რა ის არის ხო ესე იგი ჯერ ხო თავი დაგჭამეს იმითი რომ
ესე იგი თურმე ინტერესები ემთხვევა ბიზნესმენში და რუსეთის და ისე არ არის ისე რუსების წარმოდგენილი და ეხლა ესე კი ეს ხოს აღტაცება სალომეს გასაგებია იმაზე დალაგებულ ლაპარაკზე და გასაგებია რომ საერთაშორისო ვითარება ესმის კარგად, იმიტომ რომ უზარმაზარი გამოცდილება აქვს, მაგრამ რას ამბობს საქართველოს მიმართებაში? საქართველოს მიმართებაში ამბობს, რომ ყველაფერი ისე უნდა გახდეს, როგორც არის.